მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გვექნება HTML პროგრამირების გაკვეთილი და დღევანდელ ვიდეოში ჩვენ შევქმნით ცხრილს. აქ გვჭირდება ახლა ამისთვის. ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, სადაც დავწერთ კოდებს. ეს არის VS Code. გადავდივართ Google-ში, საცივარ ბილიკში ჩავწერთ VS Code, Visual Studio Code. გადავდივართ ამინზე და download for Windows, რაც ნიშნავს გადმოვწეროთ Windows-ზე. დავალოდებით სანამ გადმოიწერება. როცა მორჩება გადმოწერას, შემდეგში შევქმნით folders, სადაც მომავალში შეიქმნება და შეინახება ჩვენი კოდები. როგორ შევქმნათ ახლა ფოლდერი? დესკტოპზე მაუსის მარჯვენა ხილაკს დავაწვევით. გადავდივართ new-ში, შემდეგ folder. აი შეიქმნა უკვე ჩვენი ფოლდერი. ახლა როგორ გავხსნათ ეს VS Code ამ folder-ში? კურსორს მივიტანთ folder-ზე. მაუსის მარჯვენა ხილაკს დავაწვევით. Show more options და open with code. აი გაიხსნა ჩვენი Visual Studio Code. ეხლა რა გვჭირდება ამისთვის? გადავდივართ extension-ებში, აი ამ 4 კუბიკში და ვიწერთ აი ამ პროგრამებს. აუცილებელია, რადგან ამით ჩვენ უნდა გავხორციელოთ კოდის წერა. კაი, გადავდივართ Explorer-ში. შემდეგ new folder, programming. და ახლა უკვე შევქმნით ფაილს, სადაც დაიწერება ჩვენი კოდები. მოდი იყოს Nicolas HTML. რატო დავწერეთ წერტილამდე Nicolas წერტილის შემდეგ HTML? წერტილამდე არსებული წერი არის სახელი. აქ შეგიძლიათ ციფრი, რიცხვი და ნებისმიერი ასო ჩაწეროთ, ხოლო წერტილის შემდეგ უკვე არის პროგრამირების ენა. აი ახლა გადმოვიტანოთ საჭირო კოდი და დავიწყოთ უკვე განხილვა ამ კოდის. ერთი წუთი, მეგობრებო. კოდი გადმოვიტანოთ. ასევე აღწერაში იქნება ეს კოდი და თუ დაგჭირდებათ, გამოიყენებთ. სადაც არის აი აქ. გადმოვიტანეთ ჩვენი კოდი. მოდი გავუშვათ. და ასევე თანდათან აგიხსნით ხოლმე ამ. აი გამოვიდა უკვე ცხრილი, ხო? ეს არის მზად ცხრილი. გადავიდეთ კოდში და დავიწყოთ განხილვა ამ კოდის. აი. შედგება ორი ნაწილისგან, head-ისგან და body-ისგან. head-ში წერია უფრო დიზაინის მქონე კოდები, ხოლო body-ში წერია სხვა დანარჩენი. ძირითადად უფრო body-ში გვწერია ხოლმე კოდები. კაი. Table border 4 პიქსელი. აქ წერია ესეთი კოდი და დაბლად წერია table, ხო? მოდი ავხსნე ესეთ რაღაცას. არის კონტეინერი და თარიელი თეგები. კონტეინერ თეგები არის აი ესეთი თეგები, რომლებიც არის ორ ნაწილად დაყოფილი რა. ანუ დასაწყისი თეგი და დამხურავი თეგი რა. აი ეს არის დასაწყისი და ეს არის დამხურავი. რატო? რა განსხვავება ხა ამაში? როგორც ხედავთ დახრილი ხაზი. ეს არის კონტეინერ თეგები. არის ასევე ცარიელი თეგები. ხა რა არის ცარიელი თეგი? აი ეს არის მაგალითად ცარიელი თეგი, რომელსაც არ აქვს ესეთივე მაგვარი კოდი. ანუ არ აქვს აი ეს მსგავსი მეორე კოდი. აი, მეგონი მივხვდით ხო დაახლოებით რაც არის. აი, გადავიდეთ ახლა შემდეგში. როგორც ხედავთ, აქ ყველა კოდი არის კონტეინერ თაგი. როგორც ხედავთ, ეს ყველა კოდი არის ჩასმული body-ში, ხოლო მერე table-ში არის ყველა ჩასმული. რატო? რადგან table-ში იმიტომ არის ჩასმული, რომ მერე შემდეგ მომავალში შევძლოთ აი ამ კუთხეების, სისქეების გაზრდა და პატარავება. ესე ვთქვათ, სტილის მიცემა. მოდი ესე ვთქვათ. აი, ეხლა ხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის ჩასმული tr tag-ში.
რადგან ამით ხდება კომპიუტერი და პროგრამა, რომ ჩვენ გვინდა ცხრილის შექმნა. ასევე შეამჩნევდით, რომ პირველი კოდი არის ჩასმული th ტექსში, ხოლო ყველა დანარჩენი td ტექსში. რატო? th-ში ჩასმული კოდის მიხედვით ცხრილი უნდა შეივსოს, ხო? აი, მოდით ავიღოთ მათემატიკის მაგალითი რა. აქეთ იწერება დავუშვათ 10, აქეთ წერია 5 და აქ წერია პლუსი, ხო? რო დავუმატოთ, ხო გამოდის 15. ანუ ამეების მიხედვით ხო იწყება შევსება, აი ამ ამეების მიხედვით ხო იწყება შევსება. აქაც დაახლოებით იგივე ვარიანტია რა, th-ის მიხედვით იწყება სხვა ცხრილის შევსება. როგორც ხედავთ, ამ td და th-ში შევიდით მაქვს ჩასმული, ესე ვთქვათ, სახელები, გვარები და ასაკები, ხო? გეშალოთ და არ ჩაწეროთ აი აქ ან აქ. უყურეთ, როცა იქნება ეს დავუშვათ td თეგი. დავთ აი აქ ეგრევე გვიჩვენებს სად უნდა ჩავწეროთ კოდი. არ შეგეშალოთ და არ ჩაწეროთ სხვაგან აი აქ მაგალითად. ან აი აქ. რადგან ეს იქნება შეცდომა, უკვე error-ს ამოგიგდებთ. და არაფერს არც გამოიტანთ. აით. დავიწყოთ ისევ განხილვა. მოდი ახლიდან დავწეროთ კოდი. შევხედოთ ამას და ახლიდან დავწეროთ კოდი. რა გვჭირდება პირველ რიგში? პირველ რიგში გვინდა სტრუქტურა. როგორ შექმნათ სტრუქტურა? ვაწვევით Shift-ს, მერე კლავიატურაზე მარცხენა მხარეს არსებულ ერთიანს და Enter-ს. ოღონდ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ძალიან ჩქარა. მოდი ეს დროებით გავთითოთ ეს კოდი. ეს კოდი. დავიწყოთ ახლა. რა ქონდა შექმნილი? Table ქონდა ხო შექმნილი და table-ში გვაწერა უკვე კოდი. Table tag-ი შევქმნით. და table tag მერე უკვე აქ გვაწერა. მოდი borders და მერე გავაკეთოთ, რადგან უფრო მარტივი გასაკეთებელი იქნება. კაი, გავაკეთეთ ახლა tier tag-ი, სადაც იქნება უკვე ჩასმული ჩვენი ცხრილი რა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ tier tag-ით პროგრამა ხვდება, რომ ჩვენ გვინდა ცხრილის გაკეთება. აი, შეიქმნა tier tag-ი. ეხლა როგორც გითხარით, პირველ tier tag-ში უნდა ჩაიწეროს th კოდი. აქ რა დავწეროთ? მოდი იყოს ასე გავაკეთოთ, აბა თქვენი აზრით კოდი. კოდი რა ცხრილი. მოდი იყოს ისევ სახელები რა, ისევ იყოს სახელები. მოდი იყოს name ისევ name. ой, კიდე th დავკნათ. იყოს store და კიდე ერთი th-ი და რაზე იყოს ახლა ეს th-ი. მოდი იყოს roll. ესენ გავშალოთ, რათა კოდი უფრო ამას და მარტივი გასაგები იყოს. აი, დაიწერა ეს უკვე tier tag-ში. მოდი გავუშვათ ეს კოდი. და რას გამოგვიტანს? აი ეს გამოგვიტანა, ხო? რატო გამოგვიტანა ახლა ესე, რადგან table-ში ჩვენ არ მიგვითითებია, რომ კედლები კონდეს. არ მიგვითითებია რამდენი როგორი ზომის კედელი უნდა იყოს და ასე შემდეგ. აი, მოდი მივთითოთ table border. ja და მოდი იყოს 5 პიქსელი. პიქსელი შემოკლებით არის x. მოდი ახლიდან გავუშვათ კოდი. აი გაკეთდა უკვე, ხო? გაკეთდა. კაი. ეხლა შევქმნათ კიდე სხვა თეგები. მოდი იყოს tier tag-ით ვაკეთებთ, შეგახსენებთ. ვთქვი? ამ tier-ში უკვე ჩაიწერება td, th აღარ, რადგან უკვე ცხრილის შევსება დავიწყეთ. ჩავწეროთ t აიწერა td. დავწეროთ, მოდი იყოს დაბა სახელი.
არის შემდეგი თიდი თეგი და იყოს მოდი გვარი ახლა შემდეგი გვარი ხო? მეგობრებს დავწერ თქვენ როგორც გინდათ შემდეგში ისე გააკეთეთ თუ გინდათ მანქანებზე იყოს თუ გინდათ სახელები ეს თქვენზე არის დამოკიდებული. და იუთუბერი ასევე იყოს ეს. ასევე აღწერაში ჩავსვამ მის YouTube არხს და იმის YouTube არხიც გამოიწერეთ. აი, YouTuber. აი, შეგხვდათ კიდე ერთი TR-თეგი. თეგი. როგორც გითხარით, მეგობრებზე გავაკეთებ. თქვენ რაზეც გინდა იმას გააკეთეთ. მოდი იყოს კიო. შემდეგ არის იყოს. შემდეგ კიდევ ერთი თეგი. თქვენს დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა. ახლა როლი. ცილდოზე დადის და წარმატება უსურვოთ. აი, დავასრულეთ გაკეთება. მოდი ახლა ჩვენ თავზე გავაკეთებ. გავაკეთეთ კიდევ ერთი TR თეგი. შემდეგ TD. კიდევ ერთი TD, დავწაროთ უკვე გვარი. და აღწერაში იქნება აი ეს კოდები. ცდილობთ გამოგიგზავნით. ჩავასწოროთ აქ. კიდევ ერთი TD და მე ვარ ასევე იუთუბერი. კი ბატონო, აი გავაკეთეთ, ხო? სულ ეს არის. გავუშვით ახლა კოდი. როგორც ხედავთ, გააკეთდა ჩვენი ხილი. თუ ეს იყო საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია ჩემი აზრით და დაიმახსოვრეთ თანმიმდევრობა. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგი ვიდეო დაიდება სალოცავზე, სადაც სწავლობთ მე და მამაჩემი ფეხით. ეს იქნება კალთისხევის სალოცავი. თავკავთა, ეს იქნება ვლოგი და დაელოდეთ მომავალ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ გამოწერა და დალაიქებოთ ჩემი არხის. ნახვამდის.